დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. თმისცვენა, ანუ ალოპეცია, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეფასდეს, რადგან მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. თმისცვენის შესაძლო მიზეზები. გენეტიკური მიდრეკილება. ანდროგენული ალოპეცია, მამაკაცური ტიპის გამელოტება, ყველაზე გავრცელებული ტიპია, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა და დაკავშირებულია ჰორმონ დიჰიდროტესტოსტერონის დონის მატებასთან. სიმპტომები: თმის ხაზის უკან დახევა შუბლის მიდამოში და თმის გათხელება თავის ზედა ნაწილში. ქალებში თმა ძირითადად თხელდება და არ იწვევს სრულ გამელოტებას. ჰორმონალური ცვლილებები. ორსულობა, მშობიარობის შემდგომ პერიოდში ხშირია დროებითი თმისცვენა, რაც ჰორმონალური ცვლილებებითაა გამოწვეული. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი იწვევს თმისცვენას. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ქალებში იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, რამაც შეიძლება თმისცვენა გამოიწვიოს. სტრესი. ძლიერი ფსიქოლოგიური ან ფიზიკური სტრესი ხშირად იწვევს დროებით თმისცვენას, ტელოგენური ეფლუვიუმი. ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ რამდენიმე თვეში თავისით გაივლის. კვებითი დეფიციტი. რკინის დეფიციტი ანემია, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია თმისცვენის. ცილების ნაკლებობა, ცილა აუცილებელია თმის ზრდისთვის. ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, ბიოტინის თუ თიის ვიტამინი D-ს ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თმისცვენა. სტრესი. ძლიერი ფსიქოლოგიური ან ფიზიკური სტრესი ხშირად იწვევს დროებით თმისცვენას, ტელოგენური ეფლუვიუმი. ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ რამდენიმე თვეში თავისით გაივლის. კვებითი დეფიციტი. რკინის დეფიციტი ანემია, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია თმისცვენის. ცილების ნაკლებობა, ცილა აუცილებელია თმის ზრდისთვის. ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, ბიოტინის თუ თიის ვიტამინი D-ს ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თმისცვენა. სამედიცინო მდგომარეობები. აუტოიმუნური დაავადებები, ალოპეცია არეად აიწვევს თმისცვენას კეროვანი უბნების სახით. სკალპის ინფექციები, სოკოვანი ინფექციები, რინგვორმი, იწვევს თმისცვენას და ქავილს. ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, როგორიცაა ლუპუსი ან სიფილისი, ასევე იწვევს თმისცვენას. მედიკამენტები. ქიმიოთერაპიული პრეპარატები, იწვევენ თმის დროებით ცვენას. ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ანტიკოაგულანტი და არტერიული წნევის მარეგულირებელი პრეპარატები ასევე შეიძლება იწვევდნენ თმისცვენას. სხვა მიზეზები. მექანიკური დაზიანება, მჭიდრო თმის ვარცხნილობები, ხშირი გაცხელება ან ქიმიური დამუშავება აზიანებს თმის ფოლიკულებს და იწვევს თმისცვენას. ასაკი, თმის ზრდა ნელდება ასაკთან ერთად და თმის სიმკვრივე მცირდება. თმისცვენის მიზეზის დასადგენად რეკომენდებულია შემდეგი ანალიზების ჩატარება. სისხლის საერთო ანალიზი. რკინის დონე და ფერიტინი, რკინადეფიციტური ანემიის გამოსარიცხად. ერითროციტების და ჰემოგლობინის დონე, ანემიის დიაგნოსტიკისთვის. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ანალიზი. თირეოტროპული ჰორმონი, თავისუფალი თიროქსინი და თავისუფალი ტრიოთირონინი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გამოსარიცხად. ვიტამინებისა და მინერალების დონის განსაზღვრა. ვიტამინი D, ბიოტინი, თუთია, ვიტამინი B12, მათი დეფიციტის დასადგენად. სქესობრივი ჰორმონების ანალიზი. ტესტოსტერონი, დიჰიდროტესტოსტერონი, ესტროგენი, პროგესტერონი, ჰორმონალური ბალანსის შესაფასებლად, განსაკუთრებით ქალებში ეჭვის შემთხვევაში. მთების მარკერების ანალიზით. ცრეაქტიული ცილა და ერითროციტების დალექვის სიჩქარე, ანთებითი პროცესების გამოსარიცხად. ტრიქოსკოპია. სკალპის და თმის ფოლიკულების დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოს, ტრიქოსკოპის გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა უფრო დეტალურად შეფასდეს თმის მდგომარეობა და განისაზღვროს მისი ცვენის ტიპი. ბიოპსია. იშვიათად, კანის ბიოპსია შეიძლება იყოს საჭირო, თუ დიაგნოზი გაურკვეველია. თმის ცვენის მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე. ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს. მედიკამენტები. მინოქსიდილი, აქტუალური ხსნარი ან ქაფი, რომელიც გამოიყენება ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.
ფინასტერიდი, პერორალური მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მამაკაცებში ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ, ამცირებს დონეს. ქალებში გამოყენება არ არის რეკომენდებული. კორტიკოსტეროიდები, აქტუალური ან ინექციების სახით გამოიყენება ალოპეცია არეატას სამკურნალოდ, ამცირებს ანთებას. ანტიფუნგალური პრეპარატები, გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. ვიტამინები და მინერალები. რკინა, გამოიყენება რკინის დეფიციტის სამკურნალოდ. რეკომენდებული დოზა უნდა განსაზღვროს ექიმმა. ვიტამინი D, განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ მისი დეფიციტი გაქვთ. ბიოტინი, ხელს უწყობს თმის ზრდას, თუმცა მისი ეფექტი დადასტურებული არ არის ყველასთვის. თუთია, აუცილებელია თმის ფოლიკულების ფუნქციონირებისთვის. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და სასარგებლოა თმის ზრდისთვის. საკვები დანამატები. კერატინი, ცილა, რომელიც არის თმის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, ზოგჯერ გამოიყენება საკვებ დანამატებში. კოლაგენი, ასევე ცილა, რომელიც ხელს უწყობს თმის სიმტკიცესა და ზრდას. დამატებით ირჩევები. სწორი კვება. მიირთვით ცილებით მდიდარი საკვები, კვერცხი, ხორცი, თევზი, ლობიო. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით ვიტამინები და მინერალები ხილიდან და ბოსტნეულიდან. მოერიდეთ გადამუშავებულ საკვებს და სწრაფ კვებას. სტრესის მართვა. სცადეთ რელაქსაციის ტექნიკები, იოგა, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები. იყავით ფიზიკურად აქტიური. დაიძინეთ საკმარისი დრო. თმის მოვლა. მოერიდეთ ხშირ გაცხელებას და ქიმიურ დამუშავებას. გამოიყენეთ ნაზი შამპუნები და კონდიციონერები. არ დაივარცხნოთ თმა ძლიერად, განსაკუთრებით სველ მდგომარეობაში. რეგულარული კონსულტაცია ექიმთან. დერმატოლოგთან ვიზიტი დაგეხმარებათ თმისცვენის მიზეზის დიაგნოსტირებაში და სწორი მკურნალობის დანიშნაში. მოთმინება. თმისცვენის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს მოთმინებას. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.